მე დაჩი ვარ და ბევრი სიარულის შემდეგ ისევ YouTube-ს დავუბრუნდი. ოლიმპიაკოსის ვიდეოს შემდეგ მივხვდი, რომ 3 წუთი საკმარისი არ არის. ამიტომ გამარჯობა YouTube-ის მაყურებელო. პირველი YouTube ვიდეო სათვალა ჩემი საყვარელი კლუბიდან და ჩემი საყვარელი ქალაქიდან. სანამ მუზეუმზე მოგიყვებით, გაგაცნობთ ჩემს გეგმას. მოვინახულო ბარსას მუზეუმი, უყურო პაპში ესპანეთი, ურუგვაის, იგივე პაპში უყურო არგენტინა, იორდანიას და ისეთი რაღაც, რაც მე არ ვიცოდი. მოვიდი დღეს ვექნება ბარსას მუზეუმის ტური. წამო, მხოლოდ მუზეუმის ტური ავიღეთ 70 евро დაგვიჟდა ორ ადამიანზე. პლუს ტაქსებს რო ეძახიან 75 евро ჯამში. არ მოგატყუოთ ფასებმა, იმიტომ რომ 21 ევროდან იწყებოდა ფასები, მაგრამ ეგ იყო აქაურ მოქალაქეებს. კამპ ნოუ ისევ რემონტში არ. ბოლო სართულს ადგამენ კამპ ნოუს. იმიტომ რომ დაუსრულებელი იყო ეს სტადიონი, როცა თამაშობდა ეს გუნდი. 5 საათზე გვაქვს ჩვენ მუზეუმში ვიზიტი, 15 წუთი აკლია, ახლა ნელ-ნელა დავიძრებით მუზეუმისკენ. მე როგორც ყოველთვის მაღაზიაში გავალთ და შეიძლება რაღაცა შევიძინოთ. ამიტომ წავედით, დავათვალიეროთ, დავუტკბეთ დღევანდელი დღით. მანამდე გთხოვთ მხარდაჭერას, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ჩემი ახალი არხი, პირველი ვიდეო არის როგორც გითხარით და ძალიან დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და უფრო და უფრო კაი ვიდეოებს შემოგთავაზებთ YouTube-ზე, რა თქმა უნდა. TikTok-ზეც გავაგრძელებთ მოღვაწეობას. შემოვედით მუზეუმში, ძალიან ბევრი ბავშვი არის, რაღაც ტური მოვიდა. რო შემოვიდით, ეგრევე ფოტოები გადავიღეთ, მაგ ფოტოებს ამოვანათებ სადმე. წავედით, ახლა დავიწყეთ დათვალიერება, როგორც იქნა მოვახციეთ. ისტორია, რომელიც წლება 1999 წლიდან 1909 წელი, 1919 წელი, იგივე ტიპის მუზეუმი არის, როგორც ოლიმპიაკოსში, მაგრამ ეს უფრო მასიური არის, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ისტორია. ლეგენდა, რომელმაც ბარსელონას აღორძინება დაიწყო 70-იან წლებში. ბარსელონას წარმატება ძირითადად კლუბის სახელს უკავშირდება დასაწყისში, რა თქმა უნდა, მერე უკვე ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორიც არის მესი, მარადონა, კუმანი, ნეიმარი, სუარესი და კიდე ძალიან ბევრი, მაგრამ კლუბი იყო საფუძვლის ჩამყრელი კლუბისთვის. წამო გადავედით უფრო და უფრო ახლოს უახლოვდებით მესის ეპოქას, რომელიც ამ მუზეუმში მთავარი არის ჩემი აზრით. ეს კუთხე არის, სადაც ბარსას უამრავი ფეხბურთელი აღუძრდია. მესი, ინიესტა, ჩავი, გავი, კიდე ჯორდი ალბა, ბალდე, პიკე. ჩამოთვლა ძალიან ბევრი არიან, რომ დავიწყო ჩამოთვლა, ამიტომ ძალიან გაგვეწელება. თქვენ თვითონაც იცით ვინ არიან ეს ხალხი. რა ისტორია შექმნეს და რა ისტორიას წერენ დღემდე. წავედით, გადავინაცვლეთ ახლა უფრო და უფრო ახალი ეპოქისკენ, სადაც ბარსელონა აყვავებას იწყებს, თასების მოგებას იწყებს და მესი ოქროს ბურთებს იგებს. ოჰან კროიფი, როგორც ეგან გითხარით, როგორც მწვრთნელის, ისე ფეხბურთელის ეპოქის ჩამყრელი არის, ეპოქის დამწყები არის ბარსელონაში. შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი ავირჩიოთ და მასთან ფოტო გადავიღოთ. აი, ახლა მეც მივალ და რაფინიასთან ფოტოს გადავიღეთ. როცა ეს ბავშვი მორჩება ფოტოს გადაღებას. ლეგენდარული ფოტოები, რომელიც მთლიანი ბარსას ისტორიას უკავშირდება. კუმანის გოლი, კრუიფი ჩანს, მესი, პუიოლი, პირველი ჩემპიონთა ლიგა. აი, მაჟრიალებს, იმიტომ რომ მთელი ჩემი ბავშვობა ამ კლუბს უკავშირდება და ახლანდელიც ასაც მივყვები. აი, მესის ის ფოტო არის განსაკუთრებული PSG-ს, რომ 6 გოლი გაუტანეს. როცა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა. წამო, ფოტო მესის და მარადონა. ორი ლეგენდა არგენტინელი. და ქვემოთ რონალდინიო და მესი. როცა კლუბი დასაწყისში იგებდა ამ თასებს. ოპერატორს თხოვა რომ მთლიანი ისაჩვენოს ამ თასების. ესენი უკვე აი almost ჩემნაირი მაისური არის. მათ შორის ლა ლიგის თასი, კოპა დელ რეის თასი. რაც ბარსელონას ამ ბოლო პერიოდში რომ მოგება არ უჭირს მაგას. პირიქით, ანუ ჩემპიონთა ლიგა უფრო უჭირს. რაც ესპანეთის ჩემპიონატი აქვს მოგებული და კოპა დელ რეი ყველაფერი აგდებს. ჩემპიონთა ლიგის თასები მინდა გაჩვენოთ. ბარსას მუზეუმს საკმაოდ ხმაურიანი ხალხი ყავს. ჩემპიონთა ლიგა, 5 ჩემპიონთა ლიგა, 92, 2006, 2009, 2011 და 2015. ხო, 11 წლის წინ მოიგეს ბოლო ჩემპიონთა ლიგა. ეს ის ფორმები არის, რომელიც ყველას გვაბედნიერებს. ცოტა ხმაური არ კიდე ერთხელ მოდის გიხდით. ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი კლუბის
მუზეუმში ხმაური არ იყოს, იმიტომ რომ ყველას უხარია აქ მოსვლა, ყველას ოცნება არის აქ მოსვლა, როგორც ჩემი და მეც ხმაურობ ახლა, ლაპარაკო ხმამაღლა როგორც შემიძლია. მივდივარ ცა თუ არა ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, ჩემი მეორე შეყვარებულის და ყველა ბიჭის მეორე შეყვარებულის კუთხესთან მეს ამ ოქროს ბურთი და 7 ოქროს ბურთი. ეს კაცი არანორმალური არის. რავი ხალხი დგას რიგში, მაგრამ უჭველი გადავიღებ ამასთან ფოტოს. დავიღე მესისთან ფოტოს, ხოთა შორის რაც მომეწონა. რიგს იცავს ხალხი ძალიან კარგად. ერთმანეთს აცდიან ყველა ფოტოს გადაღებას. არავინ არავის არ უხტება და ყველა ერთმანეთს ელოდება, როდის გადაიღებს ფოტოს. და არ უყვირიან ერთმანეთს. ეხლა წავედით კამპ ნოუს 360 ხედი გვაქვს აქედან. მორჩა ჩვენი მუზეუმის ტური, ეხლა ნელ-ნელა აიქით ბარსელონას კაფე არის, მან არ შეყოთ დიდი ალბათობით რა არ ხშია, არ წყური არაფერი არ გვინდა. მაგრამ მაღაზიაში გადავალთ, რაც შეიძლება რაღაცა ავარჩიოთ. ხა ოლიმპიაკოსთან დამენანა რაღაცას ყიდვა, მაგრამ შარფი ვიყიდე საბოლოოდ. აქ ნახოთ რას ვიყიდი. მოკლედ შეიძლება რაღაცა ვიყიდოთ აქაც. წავედით მაღაზიისკენ. შენახი როგორ კიდე ვერ აღიქვა იმდენად ვიდეოში და აქ სულ სხვა გარემო ვარ. ამოდავათვალიეროთ რამ. შარფები ღირს 25 ევრო, მაგრამ გირჩევთ რომ შარფი აქ არ იყიდოთ, იმიტომ რომ გარეთ არიან იმ დუელები. გაგინე. სიმ იჭყანებოდი და ვერ მივხვდი ასაკეთებ. გარეთ არიან იმ დუელები. რომლებიც აქედან წარგებულ შარფებს ყიდიან მოპარულს ალბათ დიდი ალბათობით 25 ევროდ, მაგრამ თუ დაელაპარაკებით დააკლებენ ძალიან მშვენივრად 15 ევროდ მოკიდიან ძალიან მარტივად, გუშინ კეპი ვიყიდე ეგრე ზუსტად. მაისურები ღირს 185 ევრო. ჩვენს ხარჯზე უნდათ ამათ მეგონი კრიზისთან ამოსვლა. კრიზისთან გამომდინარე, როგორც ჩვენი აზრები ბარსაზე, ვიყიდე მხოლოდ ეს 8 ევრო მივეცე ამაში. მაისურები ღირს 185 ევრო ძალიან ძვირი არის, 185 ევრო. ზედმეტად ძვირი არის. ამიტომ ჯობია რომ რავი ეს ავარჩია და თუ რამე ისე როგორც გითხარით იმ ინდუელებთან ვიყიდი მაისურს უფრო იაფად. წავედით ახლა, მაგრამ საწავედით არ ვიცი. აქ მართლა არ ვიცოდი რომ ჩემი გეგმა ჩავარდებოდა. ChatGPT-ის საშუალებით მოვიწიე პაპი და მივწერე Instagram-ზე. გამარჯობა, დღეს ესპანეთის თამაშს აჩვენებთ. დიახ, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმს. ჩვენ 3 საათზე ვიკეტებით. სადმე თუ შემიძლია ვუყურო. დარწმუნებული არ ვარ. ღამის ბარები ყველა 3-ზე იკეტება. ამერიკაში ჩატარებულმა მსოფლიომ ესპანეთშიც ხელი შემიშალა. აქედან გამომდინარე არგენტინის თამაშსაც ვერ ვუყურო. ამ დროს მეგონა რომ პირველი YouTube ვიდეო ვერ შედგებოდა. ცოტა იმედგაცრუებული წავედი სანაპიროზე, მაგრამ არ ვიცოდი რომ ქალაქი ასეთ სურპრიზს მიმზადებდა. ეხლა ვუყურებდი პირველ ტაიმს იაპონია ბრაზილია, სადაც იაპონია უგებს არგენტინის ფორმაცია, ბრაზილიელ ფანებთან ერთად ვიყავი და სხვა რაღაც მქონდა დაგეგმილი საერთოდ. სხვა თამაშების ყურება. არა სამწუხაროდ ისინი გვიან იყო და აქ არაჩვენებენ როგორც გითხარით. იაპონია უგებს 1-0 შეჯერობით. ნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში. ეხლა გამოვედი იქით აღარ ვარ. სხვა პაბში თუ მოვხვდი. ან სხვა ადგილასაც ფეხბურთს უყურებენ, იქაც გადავიღებ რაღაცებს. მიკროფონიც არ მაქვს საერთოდ წამოღებული. საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი დღეს ფეხბურთის თამაშის ყურება. უტანა ბრაზილიამ და ეხლა გაჩვენებთ რა ხდება აქ.
დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, შემთხვევით მაინც მოხვდი იქ, საიდანაც ასეთ ლამაზ კადრებს შემოგთავაზებდით. კადრები ასეთი ლამაზი არ იქნებოდა, რომ არა უბედნიერესი ხალხი. ფეხბურთს შეუძლია დაგვაუწყოს პრობლემები, რომელიც ყველას გვაქვს. გვამოგზაუროს ბავშვობაში და ის, რაც ერთ დროს ოცნება იყო, ახლა რეალობად გვიქციოს. ჩემი პირველი YouTube ვიდეო შედგა და თქვენი გვერდში დგომით უფრო ბევრ საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ. გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში მოგეწონათ თუ არა პირველი ვიდეო.